დილით იტყვიან და საღამოს უკვე ხალხი მუშაობს. აი ამიტომ შენდება და ამიტომ ეს ბიუროკრატიული საკითხები უნდა გადაიწიოს. ჩქარა, იმიტომ რომ აქ ნახევარი სეზონი არის ზამთარი. და ამას მე მგონი ჩაქვის ხელმძღვანელობა და აჭარის ხელმძღვანელობა დადებითად მოეკიდება. გისურვებთ წარმატებას. ახლა წავიდეთ ბათუმის მხარეს, აი ამის იქით ამ მხარე ვნახოთ. მოდი გავაგრძელოთ. რაც ახლა ჩვენ ვთქვით, რასაც ბავშვებს სპორტულ კომპლექსს უკეთებს, საჩუქრად ჩაქվել ბავშვებს, ეს არის იქით ამ მხარე, იმიტომ რომ იქ არის მოუწესრიგებელი სიტუაცია, 30 წელია ესეა. ახლა აი ეს შენობა ჩვენი, აი უყურე, ახლა გვერდზე. წარმოიდგინე ახლა შენ აქ დადგება ძვირად ღირებული ავტომობილები და ეს ადგილი გამოვაცოცხლეთ, ხო ნუგრი? გამოცოცხლდება, მაგრამ არის ერთი პრობლემა. აი აქ ესე ჩვენი ადგილია. აი წინ აქ არის სახელმწიფოსი ეს. აქ არის წყალი მოდის იქიდან, ხო? ჭაობია, უბედურება არის აქა. ეს იტყორება, გადმოდის და თელ ცენტრს გაგვინადგურებს. ამიტომ სასწრაფო წესით მივიღეთ გადაწყვეტილება, არ მინდა სახელმწიფოსი გაკეთებული, იმიტომ რომ გონი კიდევ არ ვიცი, როდის იქნება, მერე რა იქნება, ესეც დაახლოებით მილებია ჩასადები. თავიდან ბოლომდე ამოსაწმენდია და ხრეში არის მოსაყრელი და მერე ბეტონითაა მოსაპირკეთებელი. ამასაც ჩემი ხარჯებით გავაკეთებ და ესეც დაждდება დაახლოებით 80,000 ლარი სავარაუდოდ ეს ადამიანგარიშე წინ. უყურე ისა წუხელ. უყურე ის 150-200,000 ლარი დაждდება, იმიტომ რომ იქ ინვენტარი, ბავშვები სავარჯიშო თვითონ ძვირიღებს. მერე მოპირკეთება. იმ დონეზე უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანი რომ მოვიდეს, ესიამოვნოს. რაც შეეხება ამას, ეს კიდევ მინდა ჩაქვის ხელმძღვანელობას ხო, რომ აგერ არის ნუკრი, აგერ არის ლევანი, აგერ არიან ბიჭები, თქვენ გასაკეთებელ საქმეს საჩუქრად ჩვენ გაგიკეთებთ. ამ საარჩევნოდ ამ ორ საქმეს ჩვენ თავზე ვიღებთ და აი ამასაც ჩვენ დაჩქარებული წესით გავაკეთებთ. თავარია აქ არ მოხვიდეთ, რატო აკეთებ კარგ საქმესო არ მითხრათ, ხო ესეა? გისურვებთ წარმატებებს და რაც შეეხება ავტომობილების ბაზარი, რასაც ქვია, ხო, იქნება აი ამ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა უკვე ვიწყებთ მთლიანად ნახაზის გაკეთებას. აბა გისურვებთ წარმატებას და ჩაქველებს კიდე ძალიან ბევრი სურპრიზები ელოდება მომავალში. წარმატებები.